მოგესალმებით ბალანსის გუნდიდან. დღეს განვიხილავთ თუ როგორ ხდება ბალანსის პროგრამის ბანკებთან ინტეგრაცია. მაგალითად, იმისათვის რომ მოხდეს საქართველოს ბანკთან ინტეგრაცია, საჭიროა ბანკის მხრიდან დამატებული იყოს მომხმარებელი ინტეგრაციის უფლებებით. ამის შემდეგ პროგრამაში ადმინისტრირების ჩანართში მონაცემების სინქრონიზაციის აწყობებიდან მოვნიშნავთ ალამს ბანკებთან ინტეგრაცია ვებ სერვისებით. შემდეგ საბანკო ანგარიშზე უნდა მოვნიშნოთ ალამი გაცვლა ინტერნეტ ბანკთან. აღნიშნული საბანკო ანგარიში უნდა მიეთითოს შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშს, საიდანაც მოხდება თანხის გასვლა ან შემოსვლა. შემდეგ, ფულადი სახსრების მოდულიდან გახსნით ბანკთან ინტეგრაციას, ზედა ნაწილში შევსებთ ინფორმაციას, დააჭერთ ღილაკს ინტერნეტ ბანკიდან შევსებას და შეიყვანთ მომხმარებლის მონაცემებს. დოკუმენტების გატარების პროცესს კი მივყვებით სტანდარტულად. მომდევნო ვიდეოში აგიხსნით თუ როგორ ხდება ბალანსში ბანკის ოპერაციების ავტომატური გატარებები. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, დაელოდეთ ჩვენ შემდეგ ვიდეოებს და გაიგეთ კიდევ უფრო მეტი პროგრამა ბალანსის შესახებ.